მე მაგალითად როგორც პენსიონერი თქვენ გეგმაში სოციალური პირობებით იწყებთ თუ არა თქვენ მუშაობას? ჩვენ ერთადერთი ვართ ხალბატონო, რომელიც პენსიების, რასაცხები პირდებიან, რომ დაგპირდებიან 1000 ლარიან პენსიას, მე დაბეჭდავენ ფულს და მოგცემენ ბევრ ქაღალდს. როგორც 100 ლარი ცოტა ხანის წინ, 10 წლის წინ სხვა ფასი ქონდა, დღეს სხვა ფასი აქვს, მოგეხსენებათ, რომ ხელფასები, პენსიების მატების დაპირება ყოველთვის ნიშნავს, რომ დაბეჭდა ფულს და ცოტა მეც მოგცემ შენ ვიდრე გაძლევდი. ნაცვლად ამისა ჩვენ ვყიდებით, რომ ადამიანები, რომლებმაც საბჭოთა კავშირმა ჯერ კიდე დააზიანა საკუთრებით, ყველაფერი წაართვა და მთელი ცხოვრება აცხოვრა საკუთრების გარეშე, ისე რომ ვერაფერი ვერც დააგროვეს იმ პერიოდში, მთელი ქონება, რომელიც უპატრონოა და რომელსაც ვინც მოდის მთავრობაში ის ჭამს, ადამიანებს გადაუნაწილდეს თანაბრად და უსასყიდლოდ, მათ შორის პენსიონერებს. მაგას ვერ ვაჯერებთ ხალხს. ხო, ეს დაახლოებით არის ის, რომ კაც რაღაცა 350 ლარი კი არ შეპირდე თვეში. ერთდროულად შეპირდე რამდენიმე 1000 დოლარის ქონება. ჩვენ ამას პირდებით, იმიტომ რომ ზოგადად არ მიგვაჩნია მაინც და მაინც სწორად ის, რომ შევპირდეთ ფული ხალხს, რომელიც ბიუჯეტში არ არის, მე დავბეჭდოთ ფული, რომელსაც კურსი დაიკარგება და ხალხს მივცეთ ქაღალდი, რასაც ჩვენი კოლეგები აკეთებენ. მე მორალურ არგუმენტს დავამატებდი, რომ ზოგადად შვილებისთვის ფულის წართმევა პოლიციელის მეშვეობით არ არის მორალური საქციელი. ამიტომ ჯობია, რომ ყველანი ნებაყოფლობით ზრუნავდეთ საკუთარ წინა თაობას. სოციალური დახმარება არის, რომ სიღარიბეში დაგტოვებ და ცოტა უფრო მეტად დაგეხმარებიო, ხო და მაგისთან ცოტ მოდი სიღარიბეში დაგტოვებ ნაწილს მივხედოთ და ეგ მოვაშორო და სხვანაირად შევხედოთ. როგორ გამდიდრდეთ მალე? სიღარიბეში ვიყოთ და დასახმარებლები კი არ ვიყოთ, მალე გამდიდრდეთ. უამრავი რესურსია, რომელიც უბრალოდ იმაში ვქეთ, დასაწყობებულია, არავინ არ იყენებს და პირიქით ფულს ვიხდით იმის შენახვაში და მოდი ეგ რესურსს ავამოქმედოთ, თქვენ წილს მიიღებთ, ჩვენ წილს და შემდეგ რაღაცა დაიძრება ნელ-ნელა ქვეყანას დაუტოვებენ შვილებს და ბევრად უფრო პატივცემული ურთიერთობა ექნებათ მშობლებს და შვილებს ერთმანეთთან, იმიტომ რომ მათ შორის ეკონომიკურად იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებული საერთო ინტერესები გაუჩნდებათ.